მიწისძვრი დაზარალებულები დახმარება საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის განითხოვენ, რომელმიწის ქუჩის მოსახლეობას დღეს თინა ხიდაშელი შეხვდა 12 ადამიანმა სტიქიის შედეგად ბინა დაკარგა დახმარებისთვის მათ არაერთ უწყებას მიმართეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ მიუღიათ. თინა ხიდაშელი კი მათი პრობლემის საკრებულოს ხდომაზე გატანას გეგმავს. როგორც ახმაცხოვრებლები მეუბნებიან დღეს საკუთარი ხარჯით არიან გასული და მათ სახელმწიფო არანაირად არ ეხმარებათ, ხოლო თავად ამ შენობას, რომელიც შენობის ამ ნაწილს, რომელიც შედარებით გადარჩა, პირველ რიგში თავად ნახავთ რა მდგომარეობაშია, აქვს ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა, დიდი კედელი დაძრული არის, ამ წუთას მოსახლეობა პირველ რიგში სიტყვის არის ის პირველადი დახმარება, რაც შენობას სჭირდება გამეგრება იმისათვის, რომ უბრალოდ არ ჩამოიქცეს, სულ რამოდენიმე ხნის წინ აქ ერთ-ერთი აივანი ისევ გადავარდა და 12 მოსახლეა საცხოვრებელი სახლის გარეშე, არ არის წყალი, რაღაც ნაწილს არ აქვს წყალი, ტუალეტები არ არის და ამ წუთში ვითხოვთ დროებით გამაგრდეს, რომ არ ჩამოიქცეს კიდევ ერთი ნაწილი. ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელობის, იმიტომ რომ აქ ბავშვები თამაშობენ.